თავი მეორე. მერე 14 წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბარნაბასთან ერთად. დიდასთან წავიყვანე. ავედი გამოცხადებით და წარუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის. განსაკუთრებით წარუდგინე იგი წარჩინებულებს. ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან დავრბოდი. მაგრამ ჩემთან ყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს რომ წინა დაეცვიდა. ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალა ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, რათა დავემონებინათ. 1 საათიც კი არ დავუთმეთ და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც რამეთ ჩანან, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი ჩემთვის სულ ერთია, ღმერთი გარეგნობის მიხედვით არჯის. ამ ხალხს მეტი არაფერი დაუკისრებია ჩემთვის. პირიქით, როცა დაინახეს რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინა დაუცვეთელთათვის, ისევე როგორც პეტრეს წინა დაცვეთილთათვის, ვინაიდან ის, ვინც პეტრესთან იღწოდა წინა დაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემთანაც იღწოდა წარმართებთან მოციქულობაში. და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებოდნენ, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი წინა დაცვეთილებთან. ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, რისის შესრულების მოშურნეც ვიყავი. როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, მე წინ აღუდექი მას საჯაროდ, ვინაიდან მასზე საჩივარი იყო. ვინაიდან ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინა დაცვეთილთა რიდით. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე რომ ბარნაბას კი ჩაიცრია მათმა თვალთმაქცობამ. მაგრამ როცა დავინახე რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას. თუ შენ იუდეველი წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა წარმართებს რაღა დაიძულებ მეთქი რომ გაიუდეველდნენ. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. მაგრამ რა კი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც. ვინაიდან თუ მე კვლავ ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი. მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის. არ ვუგულებელყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან თუ რჯულითაა სიმართლე, აბა ამაოდ მომკვდარა ქრისტე.